მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ და რადიო ფესტივალის, ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის, რომელსაც ქვია მუსიკა ბათუმიდან, ფარგლებში ყავს ბევრი მუსიკოსი ჩაწერილი უკვე და ახლა კი დადგა დრო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. ისევ და ისევ. აკე პატარაი. მოგესალმები, როგორ ახარ? კარგად, ვიმყოფებით ქედაში. ჩვენიერი ამინდია, ჩვენიერი გარემოა და მემზადებით ფესტივალისთვის. წინა ფესტივალზე მე ვისაუბროთ, გუშინდელ ფესტივალზე მე ორი სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხო და თან გავაჟღეროთ, იმიტომ რომ ნამდვილად დიდი ამბავი მოხდა, ესე პარალელურად რა, ამ ფესტივალის, საავტორო ფესტივალის. შენ პრინციპში ყოველჯერზე ღებულობდი მონაწილეობას? ოკეი, რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ, რაღაცები თქვათ, აი შიდა სამზარეულოდან რა იყო სირთულე, რა იყო გადალახული შემდეგ წელს, მომდევნო წელს და ასე შემდეგ. პირველ რიგში სიახლე ისა, ეხა რომ აი უკრავთ ახალი ალბომის სულ რეპერტუარს. რაც წინა წლებში წინა წლებში შარშან დაიწერა და აქედან გამომდინარე არც დაგვიგროვს. ეხა ვართ იმ ეტაპზე, რომ აი გუშინ უკრავდით ესე წეგა რო ახსენე ბორიალა ფესტივალზე. ვისწავლეთ ბევრი რაღაცა, რა შვებით არასწორად, დღეს აქაც გავიზრდებით ცოტა, ხვალ კიდე იმედია რაღაც იქნება და ესე ვისწრაფით ფესტივალი, რომელიც ახლა ვახსენეთ, რომელსაც ქვია ბორიალა, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ახლობლების ბათუმელების გაკეთებული ფესტივალი და კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი, რომ თავიანთი რესურსით და თავიანთი ძალისხმევით ორგანიზებული საკმაოდ კარგ ამბავს ჩაეყარა საფუძველი. საკმაოდ კარგ ამბავს კი ბატონო და წარმატებებს უსურვებთ ბორიალას. აუცილებლად და იბორიალებს და იბიჟუტურებს და კი ბატონო. შენი ალბომი კარგახანია უკვე მზად არის, კარგახანია უკვე ატვირთულია. ხელმისაწვდომ პლატფორმაზე. უმეტესზე კი როგორი შედეგები აქვს, როგორი რეზულტატი შეიძლება ითქვას მოიტანა? მოსალოდნელი, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ჩვენ ახლა დიდი რამე მივართ, მაგრამ მაგ ჟანრში სხვა მართლა ანუ ვიღაც რომ მოგწონს რა, რაღაცებს ხო იქიდან იღებ, რაღაცას აქედან იღებს მსმენელის პერსპექტივით. შეფარდებით სხვა რაღაც აი მეგაბენდებთან შეფარდებით, ხარისხი ზუსტად იქვე არიან, უბრალოდ არ არიან ეგეთი პოპულარული, იმიტომ რომ თვითონ ჟანრია ეგეთი რა. ჩვენც აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცამ მოაწვდინა ყური, ან რაღაცა მოსვინა, ყველას მოსწონს, მაგრამ ესე რომ აი გავარდეს და რაღაცა და ისა, მაგის მოლოდინი არც გვაქვს და ხო, მესმის. არც თავიდანვე არის. თავიდანვე ხო არც გაცვლა. გაცვლა და არაფერი, უბრალოდ ხო ეგ არის რაც არის. ხო. ცუდი არა, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, სოფელში ჩავწერეთ, კი იცით. მანდაც იყავით, იქაც იყავი. ყველგან. სადაც გაჭაჭანდები არ მოგასვენებთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდე მოგვიწევს ჩაწერა. იმედი მაქვს, რომ კიდე ერთად ჩავწერთ რაღაცებს. კი ბატონო. ეგეც იქნება. კი. მე მგონი დარგება ეგ დროც. აი ამ ფესტივალზე, საავტორო ფესტივალზე შენ როგორც ვიცი, რამდენადაც მე ვიცი, არა მარტო შემსრულებლის სტატუსით ხარ, არამედ ხმაზეც საკმაოდ არა, ესე ოფიციალურად არა, უბრალოდ ვეხმარები. როგორ არა, კაცო? როგორ არა? შენ არ იყავი? ვეხმარები ვახოს რა, ერთით შემიძლია ვეხმარები. შეიძლება ვაფშე არ ჭირდება დახვდა საერთოდ დახმარება, ურაგანები და მაგრამ მაინც ვეხმარები, იმიტომ რომ პირველ რიგში როგორც მუსიკა მიყვარს, ისევე მიყვარს ეგ ამბავი. ვიღაცა ხო შეიძლება თქვას, რომ აი ეს იჟიაო, რა კაბელის ახოვაც მე ვასებან რა. არ სწორად რაღაცა და ესთეტიურად გაკეთება საქმეს და ძალიან კარგია ეგ ამბავი და ზოგადად აი ეს ფესტივალების საწყისი ესე ვთქვათ რა, რომელმაც ახლა აიდგა ფეხი. რა ისურვებდი რომ კონდეს რა შეიძლება შეემატოს? ჩემი აზრით უნდა შეემატოს პირველ რიგში ახალი შემსრულებლები რა. ახალი შემსრულებლებია პირველ რიგში საჭირო, რომ
თვითონ ეს ამბავი გაიზარდოს, რადიო ფესტივალი გაიზარდოს. ანუ უფრო წინა ვიდრე ჩვენ თქვათ, პირობითად ვამბობ, ვინც უკრავთ რაღაც ანუ ხარისხით და რაღაცეებით რა. ფაქტი ეგრეა, იმიტომ რომ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ რაღაც ნორმალურ სცენაზე დადგე. რაღაც ანუ რაღაც რო არ ხდება, გაუგებარი ამბავი რო არ ხდება ეგეთი. ძალიან იშვიათია და ანუ მე რო ახლა ვიწყე 35 წლის ვარ, აი ლამის რა დაუბერდი გიტარით ხელში თუ რაღაცა და ეხლა ვსწავლობ, რომ აი ბიჭო, აი ვიცი რა, ესე უნდა მექნა თურმე და მაგის საშუალება ადრე არ იყო. ეხლა ანუ ბათუმში არიან ძალიან ბევრია ახალგაზრდები, თინეიჯერები, რომლებიც მაგარ მუსიკას აკეთებენ და მათთვის ჩემი აზრით არის მისწრება, რომ აი მიიღონ მონაწილეობა, გაიზარდონ, თვითონ რომ გაიზრდებიან, მე შეიძლება ხმაზე ვინცა ისიც გაიზარდოს, იმიტომ რომ აი ტიპი ეტყვის, რომ იცი რა, ესეთი რაღაცა მინდა, პირობითად ვამბობ რა და ისიც ვალდებულია, მე რომ აი ხარისხზე მუშაობს და ვალდებულია რომ მოძებნოს, ისწავლოს რაღაცა დასერჩოს, მისერჩოს, AI-ს კითხოს. ანუ რა ჩემი აზრით საჭირო ახალი ბევრი შემსრულებლები და აი ჩემი აზრით იქნება კიდეც რა. ისეთი ბავშვები არიან ახლა. აი შურს მათი. მეც ბევრი გავიცანი ამ ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი პოტენციალის, დიდი ნიჭის და აბსოლუტურად სხვა ხედვით და ესეთი ძალიან კარგი ცეცხლით და დრაივით შეიძლება ითქვას. ზედმეტი კომპლექსების გარეშე, რაც ჩვენ თაობას გადაატყდა. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თაობას არ დაჭირდება რაღაცა. არ დაჭირდება კიდე. უამრავი რაღაცები უკვე ჩამოფერთხილი აქვს, შეიძლება ითქვას მენტალურად. და კონკრეტულად ორიენტირებულები და კონცენტრირებულები არიან იმ საქმეზე, რაც უყვართ და იციან, რომ დრო ძალიან სწრაფად მიდის და ეს რჩევები არ ჩვენ არ გვაწყენს, აწით შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება და კარგ ძალებზე ვართ. სიმღერას, რომელსაც ჩვენ მუსიკალური დესერტი დავარქვი ესეთი, რომ ინტერვიუს მერე არის რაღაცა საინტერესო და რა სიმღერა იქნება, რომელსაც იხილავს ტელემაყურებელი და მოისმენს რადიო მსმენელი. სიმართლე გითხრათ არ გაგვივლია, მაგრამ ნუ ამ ახალ არ გაგვივლია და ალბომი გქონდა. ანუ ბიჭებთან არ გაგვივლია, რას თავი. შენ მოიფიქრე ბიჭებით ანახმა იქნება. ალბათ რაღაციდან არაფრამდე იქნება ერთადერთი ქართული სიმღერა ამ ალბომში. რაც იყო. ალბათ ეგ იქნება, არ ვიცი. რაღაციდან რაღაცამდე. რაღაციდან არაფრამდე. რაღაციდან არაფრამდე. ოკეი, ძალიან კარგი. აგე მადლობა დიდი და წარმატებებს გისურვებ ნებისმიერ არეალზე, სადაც გამოჩნდები, იმიტომ რომ გულშემატკივრობ, იმიტომ რომ ნამდვილად ჩემი თვალით ხედავ რამდენი შრომა და ჯაფა და ის გიწევს ჩადება ძალისხმევ პრინციპში ეგრეც არის და ამის შედეგებიც გაქვს და ეს მინდა მოგილოცო და გითხრა რომ კიდევ ბევრჯერ ამბებში და წარმატებები სულ. ძვირფასო ტელემაყურებლები ამით გემშვიდობებით, მაგრამ მუსიკალურ დესერტად ჩვენ ვიტოვებთ აკეს სიმღერას, რომელსაც ქვია რაღაციდან არაფრამდე, ასე რომ ისიამოვნეთ. მომდევნო შეხვედრამდე უნდა დაგემშვიდობოთ, კარგად გზანდებოდეთ. კარგად გზანდებოდეთ. ხო, კარგად თუ ყველაფერი. Perfecto.
გავილი გზა მე გავილი გზა მე გავილი გზა